ხან შევიწროდითო, ხან გაფართოვდითო. მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო. გუშინ საქართველოს პარლამენტში ჩვენს მიერ შეტანილი იქნა შეიძლება ითქვას უნიკალური საკანონმდებლო წინადადება, რომლის განხორციელების შემთხვევაში საქართველოში გადაირქმება ეროვნული თანხმობისა და შერიგების უპრეცედენტო ნაბიჯი. საქმე ეხება პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანას და პარლამენტში კიდევ ერთი კომიტეტის დამატებას, რომლის წევრებიც გახდებიან არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ვერ გადალახეს 5%-იანი ბარიერი, მაგრამ დააგროვეს ამომრჩეველთა 0.5%-ის ხმები. აღნიშნულ კომიტეტს, რომელიც ვფიქრობთ ზუსტად დროულად შეიქმნება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის ფონზე, დაექმნება ეროვნული თანხმობის დარბაზი. ეს კომიტეტი, როგორც პარლამენტის სხვა კომიტეტები, უფლებამოსილი იქნება საკანონმდებლო ინიციირების შესაძლებლობით, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალების ურთიერთთანამშრომლობას და ქვეყნისთვის საკეთილდღეო კანონპროექტების შემუშავებას. მინდა მოახსენო საზოგადოებას, რომ როდესაც ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩვენ თავაზობდით მთავრობას ფოტორეგისტრაციის მეთოდს, ისინი ამ წინადადებას არაერთგვაროვ უნდა დაფასებდნენ, მაგრამ დღეს ზუსტად ჩვენი პროექტის მიხედვით ახდენს მთავრობა საარჩევნო სიების დაზუსტებას და დახვეწას, ანუ ფოტოების ერთმანეთთან დადარების პრინციპის გამოყენებას, რაც ჩვენი პროექტის მთავარ ელემენტს წარმოადგენდა. ამიტომ ყველა იმ მრავალრიცხოვანი ხელმოწერის სახელით, რომელიც ადასტურებდა ჩვენი პროექტის დანერგვის აუცილებლობას, მთავრობას კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოვახსენებ. თუმცა ვფიქრობ, რომ როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხდება მიღწეული ნაბიჯებისა და შედეგების უნიკალურობის აღნიშვნა, უპრიანი იქნებოდა მათ მიერ აღნიშნული ყოფილიყო ისიც, რომ საზოგადოების სივრციდან იქნა შემოთავაზებული ეს წინადადებები და შემდეგ გათვალისწინებული მათ მიერ, რამაც განაპირობა ბიუჯეტის მნიშვნელოვანი სახსრების დაზოგვა და რაც მთავარია შედეგის მიღება. ზუსტად აქედან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ არა აქვს მნიშვნელობა ვის მიერ იქნება ინიცირებული კარგი და ქვეყნისთვის აუცილებელი წინადადება. ობიექტურმა ხელისუფლებამ იგი მყისიერად უნდა აითვისოს, ხორცი შეასხას და განახორციელოს ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამიტომ პროექტი, რომელიც ჩვენს მიერ არის წარმოდგენილი და რომელიც ითვალისწინებს პარლამენტში დამატებითი კომიტეტის შექმნას, სახელწოდებით ეროვნული თანხმობის დარბაზი, აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს დადებითად გადაწყვეტას. რამე თუ იგი ჰაერივით სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ხელისუფლებასა და საზოგადოების ურთიერთნდობის საკითხში. დიდი მადლობა, მე მინდა ეხლა ბატონ გელას ვთხოვო უფრო კონკრეტულად ჩამოყალიბოს ამ კანონპროექტის ძირითადი თეზისები. დიდი მადლობა, მოგესალმებით. ყოველი ხელისუფლების ვალდებულება უნდა იყოს შექმნას ისეთი პოლიტიკური გარემო, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის ნების, უმრავლესობის ნების გამოფხატები, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ვერტიკალის პრეზიდენტს. ამ თვალსაზრისით არსებობს, ესე იგი, დღევანდელ კანონმდებლობაში გარკვეული ხარვეზები და ის საკითხი, რომელზეც დღეს ახლა ჩვენ გვაქვს საუბარი, პარალელში უნდა იყოს განხილული ჩვენს ადრინდელ საკანონმდებლო წინააღმდეგობაზე, რომელიც ეხება, ესე იგი, საარჩევნო კოდექსში ამომრჩეველთა კვოტირების, ასე ვთქვათ, ინიციირების საკითხს. კერძოდ, ეს ეხება დღევანდელი კანონმდებლობით და ესე იგი, რამდენიმე ათეული წელია უკვე ეს კანონმდებლობა მომდინარეობს 95 წლიდან. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არჩევნებში რა რაოდენობის მოსახლეობა მიიღებს, ამორჩეველთა რა რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას, არჩევნები მაინც ითვლება ჩატარებულად და აი არჩევნებზე მოსული ამორჩეველთა უმრავლესობით, თქვათ, ადრე იყო 30%-იანი, მერე თითქოს 40%-იანი და ეხლა შეთანხმდა, თქვათ, სახელმწიფო და არასაპარლამენტო და ესე პოლიტიკური ძალები, რომ ამორჩეველთა, ანუ ვინც მივა არჩევნებზე, იქიდან 50% უნდა იყოს საკმარისი იმისათვის, რომ მერის ან გამგებლის არჩევა მოხდეს. და აქ არავინ ითვალისწინებს, თუ ეს ამორჩეველთა საერთო რაოდენობა, რომელიც არჩევნებზე მივა, რა წილობრივი მაჩვენებელი იქნება იმ მთლიანი საარჩევნო, ასე ვთქვათ, ამორჩეველისა, რომლებიც საქართველოში არიან დაფიქსირებული.
მარსა და მე ვღებულობ სიტუაციას, რომ მოსახლეობის გარკვეული პოზიციების, ესე იგი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური ორგანიზაციები ეს არ აქვს მნიშვნელობას, ბოიკოტის მომხრე იქნება, მონაწილეები იქნება თუ გამარჯვებულები იქნება, ვერ გამოხატავენ უმრავლესობის ნებას და აი ამ მანდატით, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში მყოფი ახორციელებენ თავის ნებას. ამიტომ ჩვენ თავაზობთ პარლამენტს, რომ ესე იგი შეიმუშაოს ჯერ კიდევ არის დრო, ვიდრე ესე იგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება, რომ შემოიღოს კვოტირება, როდის ითვლება არჩევნები ჩატარებული და ჩვენი წინადადება არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალოს, როდესაც არჩევნებზე დაფიქსირდება საქართველოს ამომრჩეველთა ერთიან საარჩევნო სიაში მყოფი 50+1 ამომრჩეველი. მეორე საკითხი, რომელიც პარალელში არის აი ამ ესე იგი მოსახლეობის უმრავლესობის ნების გამოხატულებასთან, როგორც უკვე აღინიშნა, ესე იგი ჩვენ შევიტანეთ საკანონმდებლო წინადადების სახით და ითვალისწინებს რას, რომ საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემდეგ, ესე იგი ბუნებრივია, რომ საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს იმ შემთხვევაში მოხდება პოლიტიკური ზალა პარლამენტში, თუ იგი გარკვეულ დაწესებულ ბარიერს გადალახავს და ის დღეს მდგომარეობით არის 5%. და ასეთი პოლიტიკური ზალები შეიძლება რამოდენიმე იყოს და შეიძლება იყვნენ და არიან კიდევაც ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ვერ გადალახავენ ამ ამომრჩეველთა 5%-იან ბარიერს. და ასეთი ხვედრითი წილი მაგალითად 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში დაახლოებით 10%-ამდე იყო, კიდევ ვიმეორებ, მისული ამომრჩევლების 10%-ამდე მოსახლეობის ნების გამოხატული პოლიტიკური ძალები ჯამში მთლიანობაში ვაპარაკობ, ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ეს ერთგვარად აი მოსახლეობის ნების გაუთვალისწინებლად შეიძლება იყოს, რომელმაც არჩევნებში მათ მიმართ დააფიქსირეს პოზიცია. ამიტომ ჩვენი საკანონმდებლო წინადადის მთავარი არსი მდგომარეობს, რომ არასაპარლამენტო და ესე იგი საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს შორის მოიძებნოს ისეთი თანამშრომლობის საერთო შეხების წერტილები, რომლებიც ორივე ძალას თანაბრად უზრუნველყოფენ ჩაერთნენ, მათ მიცემენ შესაძლებლობას ჩაერთნენ ისინი იმ პროცესში, რასაც ქვია ქვეყნის პოლიტიკური მართვა. ამ თვალსაზრისით შემოთავაზებული წინადადება, როგორც მოისმინეთ, ეხება ესე იგი დღეს არსებულ ესე იგი კომიტეტებში, თქვა დამატებითი საკომიტეტო რგოლის შემოტანას, რომელიც გააერთიანებს როგორც პარლამენტში ბარიერ გადალახულ პოლიტიკურ ძალებს, ასევე იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც არჩევნებში ამას აქ ალბათ ესე იგი პრინციპული მნიშვნელობა გადალახეს, მართალია ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, მაგრამ დააგროვეს 0.5%-დან 5%-ამდე ამომრჩეველთა ხმები. ასეთი პოლიტიკური ძალები შეიძლება რამოდენიმე იყოს 3-4, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. და აი ჩვენი წინადადება არის, რომ შეიქმნას პარლამენტში ისეთი კომიტეტი, რომელშიც ესე იგი პარლამენტში მყოფი ძალებსთან პარალელურად ესე იგი წარმომადგენლობა ეყოლება თითო წარმომადგენლობა ეყოლება იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აი ამ დაწესებულ ზღვრებში მოაგროვებენ მოსახლეობის გარკვეულ ხმებს, მაგრამ ბარიერს ვერ გადალახავენ. ესე იგი დღევანდელი ესე იგი პარლამენტის რეგლამენტის თანახმად კომიტეტს ყავს თავმჯდომარე 3 მოადგილე და ესე იგი კომიტეტის წევრები. ჩვენ თავაზობთ, რომ აი ამ კომიტეტის, რომელსაც პირობითად ეროვნული თანხმობის დარბაზი გვინდა უწოდოთ, რაც შინაარსობრივად გამოხატავს ამ კომიტეტის დანიშნულებას, ესე იგი თავმჯდომარედ უნდა იყოს წინასწარვე, ესე იგი თამაშის წესები უნდა იყოს დადგენილი, თავმჯდომარე უნდა იყოს იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომლებმაც ესე იგი მართალია გადალახეს პარლამენტის ესე იგი მოსახლეობიდან საჭირო 5%-იანი ბარიერი, მაგრამ ყველაზე ნაკლები ამომრჩეველთა ხმა მოაგროვეს. და ამ კომიტეტის პირველი მოადგილე ჩვენი საზრით იმისათვის, რომ შეიკრას საპარლამენტო გუნდი, უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი. დარჩენილი 2 ესე იგი სავარაუდო მოადგილის თანამდებობაზე უნდა მოხდეს არჩევა იმ პოლიტიკური ძალების მიერ წარმომადგენლისა, რომლებმაც მართალია ვერ გადალახეს ბარიერი, მაგრამ სხვებთან შედარებით ყველაზე მეტი ხმა მოაგროვეს. და აი ამ დაგვარად და ერთი ნიუანსი, აი ამ კომიტეტში წარმოდგენილი არასაპარლამენტო პოლიტიკური ორგანიზაციების თითო წარმომადგენელს უნდა დაუფინანსოს სახელმწიფომ, თქვა სახელმწიფოს სახით, ესე იგი უნდა მიცეს დახმარება, რაც ამ პოლიტიკურ ორგანიზაციებს მიცემთ შესაძლებლობას მუდმივად იქონიონ იმ საპარლამენტო ცხოვრებასთან ურთიერთობა, რომლითაც გამოირჩევა პარლამენტი. ამ კომიტეტს, როგორც აღინიშნა, უნდა გქონდეს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, ისევე როგორც ყველა საპარლამენტო კომიტეტს გააჩნია ეს უფლება და აი ასეთ შემთხვევაში მიღწეული, თქვათ, ესე იგი არასაპარლამენტო ორგანიზაციების მიერ წამოყენებული წინადადებები მოხდება საპარლამენტო განხილვაში და ეს ყველაფერს, ესე იგი პარლამენტს გარეთ დაპირისპირების ეფიციენტს გადაიტანს, ესე ვთქვათ, ოთახში და
პარლამენტში აისახება აი ამ კომიტეტზე ასტატ ჭედილი, რომელიც საბოლოოდ ჩამოიღვინდება ბუნებრივია, ესე იგი, თქვა, ჭენჭესხლის დროს პარლამენტის სასესიო განხილვაზე. აი ეს არის ჩვენი მოკლე, ესე იგი, შემოთავაზება, შეიქმნას ეროვნული თანხმობის დარბაზი, რომელიც არასაპარლამენტო ძალებს მიცემ შესაძლებლობაში ჩაერთნენ ამ პროცესში და ეს იმ ფონზე, როდესაც მოხდება, თქვა, ამორჩეველი არჩევნები იმ შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულა თუმაში 50% პლუს 1 მიიღებს, მთლიანობაში უზრუნველყოფს იმას, რომ პოლიტიკური ელიტა იქნება მოსახლეობის ნების უმრავლესობის გამომხატველი. და ბოლოს ერთი ნიუანსი, ესე იგი, ამ კომიტეტის ფორმირებას და ჩამოყალიბებას ჩვენ თავაზობ პარლამენტს არა დღევანდელი შემადგენლობით, რაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ გამოხატავს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას. დღეს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არის წარმოდგენილი პარლამენტში, არ ასახავს, ესე იგი, ადეკვატური არ არის იმ ხმებისა, რაც შეიძლება მას ჰქონდეს თქვა დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში და ამიტომ ჩვენ თავაზობთ, რომ ეს ფორმა ერთ-ერთი იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ნების გათვალისწინება თუ მოხდა და უნდა მოხდეს კიდევაც, თქვა რიგარეში არჩევნები იქნება თუ მორიგი არჩევნები იქნება, აი შემდგომ არჩეულ საპარლამენტო სივრცემ უნდა გაითვალისწინოს წინასწარ, რომ ის ამდაგвар, ასე ვთქვათ, თამაშის წესს ადგენს. ანუ კიდევ მინდა ესე იგი ხაზი გაუსვა, გაუგებრობა რომ არ გამოიწვიოს, დღევანდელ საპარლამენტო შემადგენლობისთვის არ არის ეს განკუთვნილი, ეს არის მომავალი არჩევნების შედეგად ფორმირებული საპარლამენტო ძალისათვის. დიდი მადლობა, თუ რამე კითხვა. ესე იგი, დიდი მადლობა აი სახელმწიფო იმას რაც შეეხება ჩვენი შემოთავაზება ასეთია. მოგეხსენებათ თქვენ, რომ პარლამენტის წევრს აქვს თავისი ესე ხელფასი და პარლამენტის კომიტეტს ყავს აპარატი, რომელსაც თავმჯდომარე ყავს, აპარატის თავმჯდომარე. ჩვენ გულისხმობთ, რომ აი თავმჯდომარის მოადგილეს ის ორი თანამდებობაზე მყოფი პირი, რომლებიც არასაპარლამენტო ძალებით იქნებიან წარმოდგენილი, მათი სახელმწიფო ანაზღაურება პარლამენტის კომიტეტის აპარატის უფროსის სტროლი უნდა იყოს. და რაც შეეხება სხვა კომიტეტის წევრები, რომლებიც არასაპარლამენტო იქნება, ისინი პარლამენტს ამასთანავე ყავს ჩვეულებრივი წევრი, თქვა ექსპერტი, აპარატის წევრი, აპარატის წევრის დონის სტატუსი, ესე იგი ხელფასი უნდა ქონდეს. მასადამე მოადგილეს, ანუ იმ ძალას, რომელსაც მართალია ვერ გადალახა ბალიედ, მაგრამ ყველაზე მეტი ხმა მიაგროვა, რაღაც უპირატესობა უნდა ქონდეს და იგივე სახელმწიფო უზრუნველყოფის სახით მათ უნდა მიეცეთ აი ესე იგი პარლამენტის აპარატის უფროსის ოდენობის, ესე იგი სახელმწიფო ანაზღაურება. კი ბატონო და აი ეს წინადადებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და არჩევნების კვოტირებას ეხება 50+1 შემთხვევაში რომ ჩაითვალოს არჩევნები, ისიც აი პარალელში უნდა იყოს განხილული ჩვენი აზრით, რამე თუ აი მოწესრიგდეს ეს პოლიტიკური სივრცე. აი ამ შინაარსით ამ თვალსაზრისით. თუ სხვა არაფერი არ არის, მაშინ დიდი მადლობა. ისა რამდენი ხანი გაგზავნა? არა, 27 წელი, რაღაც 17.